თუმში მიმყოფებით და პირველ რიგში ალბათ ეს შეკითხვა უნდა დაგისვათ. მზია ამაღლობელთან დაკავშირებით ის 28 დღეა შიმშილობთ. როგორ შეაფასებდით ზოგადად ამ ფაქტს, რამდენად მიიჩნევთ, რომ ჟურნალისტი ამ შემთხვევაში მზია ამაღლობელი აუცილებლად უნდა იყოს წინასწარ პატიმრობაში და ასევე გუშინ ბათუმელების მთავარმა რედაქტორმა გამოთქვა სურვილი თქვენთან შეხვედრის, თქვენი პასუხი რა იქნება? დიახ, ნუ რაც შეეხება წინასწარ პატიმრობას, ეს რა თქმა უნდა არ არის ჩემი გადასაწყვეტი, ეს არის შესაბამისი უწყებების გადასაწყვეტი, როგორც მოგეხსენებათ, ასეთ საკითხებზე გადაწყვეტილებას იღებენ პროკურატურა და სასამართლო ხელისუფლება. მე ვერ შევალ სამართლებრივ შეფასებაში, ერთ-ერთი შემიძლია საერთო შეფასება გავაკეთო იმ სამართალდარღვევების, რაც იქნა ჩადენილი, რა თქმა უნდა, ეს არის ძიმე სამართალდარღვევა თავისი საერთო შეფასებით არ შეიძლება ვიღაცამ სადოს ასე მარტივად ხელი აღმართოს სახელმწიფოზე, სახელმწიფოს წარმომადგენელზე, პოლიციელზე. ეს არის მძიმე სამართალდარღვევა, რასაც სჭირდებოდა ბუნებრივია სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება, როგორი უნდა იყოს ეს რეაგირება, ამაზე გადაწყვეტილებას იღებენ შესაბამისი უწყებები და ყველა პატივი უნდა სცეს შესაბამისი უწყებების გადაწყვეტილებას. თავარი პრობლემა აქ არის ის, რომ ვერ ხედავთ ვერავითარ სინანულს. პოლიციას გაარტყეს ხელი სახეში და ნული სინანული ამასთან დაკავშირებით. არც კონკრეტულად ბრალდებულის მხრიდან, არც მისი კოლეგების მხრიდან. ეს არის რა თქმა უნდა უკიდურესად შემაშფოთებელი. დანარჩენზე საზოგადოებამ უნდა გააკეთოს თავის შეფასება. რაც შეეხება შეხვედრას, მე ველოდი, რომ გარკვეული სინანული დაედებოდა ფონად იმ ინიციატივას, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ კონკრეტული ადამიანების მხრიდან, თუმცა არავითარი სინანული. მათ უნდათ სამართლებრივი საკითხების გარჩევა, აპირებდნენ ადვოკატთან ერთად მოსვლას. სამართლებრივი საკითხები ჩემთან ვერ გაირჩევა. მე არ ვარ არც პროკურორი, არც მოსამართლე. სამართლებრივი საკითხები უნდა გაირჩეს პროკურატურაში და სასამართლოში. ხო, ეს არის შესაბამისი უწყებები. თუ ვინმეს უნდა გამოხატოს სინანული, რა თქმა უნდა, ეს იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი, ეს იქნებოდა სახელმწიფოს მიმართ პატივისცემის გამოხატულება და ამის შემდეგ შეიძლება დავიწყოთ საუბარი ნებისმიერ თემაზე, მათ შორის შეხვედრებთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. მაგრამ როდესაც ხედავ, რომ არათუ სინანულს არ გამოხატავენ კონკრეტული სამართალდარღვევის პირიქით, ცდილობენ ასეთი ასე ვთქვათ სამართალდარღვევების ახალისებას, ეს რა თქმა უნდა არის უკიდურესად მიუღებელი და ამის მიმართ ჩვენ ვერ ვიქნებით ლოიალური. კიდევ ერთხელ სინანული არის თავარი, რაც მაგრამ ბატონო ირაკლი, საკმაოდ რეზონანსულია საქმე და ამ შიდა პროტესტის მიუხედავად, ჟურნალისტების პროტესტის მიუხედავად, საკმაოდ მწვავეა საერთაშორისო გამოხმაურებაც. ხო, თუმცა თქვენ მოისმენეთ ერთ-ერთი საერთაშორისო გამოხმაურება გუშინ, სადაც საუბარია იმაზე, რომ თითქოს თავისუფალი სიტყვის გამოხატვის გამო ის კონკრეტული ადამიანი ციხეში. ხო, ხედავთ, რამდენად სამარცხვინო ტყუილებს კადრულობენ და ეს ტყუილი იკადრეს უმაღლეს დონეზე ევროკავშირში. ამაზე თქვენ უნდა გქონდეთ შეფასება და ასევე მნიშვნელოვანია თქვენ გქონდეთ შეფასება იმასთან დაკავშირებით, რომ კონკრეტული ადამიანი კადრულობს და პოლიციის უფროს სახლში ურტყავს ხელს. ამაზე ყველას უნდა გქონდეს შანსაღი რეაქცია და არა ესეთი რეაქცია, როგორც გამოხატეს გუშინ მაგალითად ევროკავშირის უმაღლესმა თანამდებობის პირება, რომლებმაც იკადრეს სამარცხვინო ტყუილი და მათქვეს, რომ თითქოს ჟურნალისტი თავისუფალი აზრის თავისუფალი გამოხატვის გამო ზის ციხეში. ეს ხო სამარცხვინო ტყუილია. რა თქმა უნდა, ასეთ სამარცხვინო ტყუილებზე ჩვენ ვერ გვექნება ვერავითარი რეაგირება.